პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აღმოჩნდა, რომ ცხადი გახდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მთელი თვეების განმავლობაში, რადგანაც მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, ქართული ოცნება იტყუებოდა. რეალურად გამოტანილი იყო პროექტი და ისინი ამბობდნენ და დეკლარირებული იყო, რომ ფაქტობრივად იცვლებოდა საარჩევნო სისტემა და ეს იყო ფუნდამენტი და მთავარი ცვლილება და ამასთან დაკავშირებით ტარდებოდა შეხვედრები, ეს იცოდა როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, როგორც თემა საქართველოს, ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ ამორჩევება და ყველა შეხვედრაზე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ძველი სისტემა არის ცუდი, რომ რეალურად ის არის საფუძველი იმისა, რომ ავტორიტარული სისტემა, ნახევრად ავტორიტარული სისტემა იყოს და ახლა ჩვენ გადავდივართ და უნდა გადავსულიყავით სწორედ შემდეგი არჩევნებისთვის ახალ სისტემაზე. აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ყველაფერი ეს იყო ტყუილი და ბოლო რაღაც ერთი დღის წინ გამოდგა, რომ რეალურად ამ დროის განმავლობაში ყველა მათი გამოსვლელი დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარიდან და დამთავრებული რიგი წევრამდე უბრალოდ იტყუებოდა ამ დროის განმავლობაში და ეს იყო სრულიად მართლა ბევრი ტყუილი ვინა გვინახავს ჩვენ ქართული ოცნებისგან ზოგადად პოლიტიკაში, მაგრამ ეს იყო აი ბატონო სერგო, შეგიძლიათ